ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება ხვალიდან. დღეს კი წინა ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოეს. სიგელები გადაეცათ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ 48 ახალგაზრდას. საჩუქრად კი მათ კომპიუტერული ტექნიკის და სმარტფონების სასაჩუქრე ბარათები მიიღეს. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების, როგორც საშუალო, ასევე საბაზო საფეხურის მოსწავლეებს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეს ტრადიციული ოლიმპიადა 3 ეტაპად ტარდება. მასში გასულ წელს 29,000-ზე მეტი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. ხვალიდან უკვე იწყება შემდეგი წლის ოლიმპიადის რეგისტრაცია, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ მოსწავლეს, ასევე მათ შორის მათ, ვინც დღეს დავაჯილდოვეთ და ოლიმპიადაში გაიმარჯვეთ, შეუძლიათ რომ ხელახლა მიიღონ მონაწილეობა და კიდევ ერთხელ წარმოაჩინონ თავისი ნიჭიერება და დაჯილდოვდა 48 მოსწავლე პირველ 3 ადგილზე გასული თითოეული საგნის მიხედვით. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ყავს ისეთი მოსწავლეები, რომელმაც ორ სხვადასხვა საგანში დაიმსახურეს პირველი ან მეორე ადგილი. ხვალიდან 10 საათზე იწყება უკვე რეგისტრაცია 2025-2026 სასწავლო წლის ოლიმპიადის. რეგისტრაცია დასრულდება 18 ნოემბერს. გამარჯვებული გავხდი ორ საგანში, ინგლისურ ენასა და ასევე ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მართლა ძალიან მიხარია ეს წარმატებას და მის დაფასებას. რა თქმა უნდა, ყველას ვურჩევ, რომ მიიღოს მონაწილეობა ეროვნულ ოლიმპიადაში და გაიაროს ეს გზა, მიიღოს გამოცდილება.